გაგიგიათ ძმები მდივნების სახელი. სერჟ, დევიდ და ალექს მდივნები, რომლებიც ერთი საუკუნის წინ ამერიკის სელებრიტების ქრონიკის განუყოფელი გმირები იყვნენ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ემიგრანტების შთამომავლები, რომლებმაც არაერთ შეძლებულ და საზოგადოებისთვის ცნობილ ქალს თავბრუ დაახუიეს, ჯამში 9 მილიარდამდე ქონება მოიპოვეს და მათი გაფლანგვაც ასევე სწრაფად მოახერხეს. მათი მამა, ზაქარია მდივანი, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ამალაში ირიცხებოდა. მერე ქართული არმიის გენერალი იყო, მაგრამ ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახი საფრანგეთში დაფუძნდა, თუმცა შვილები ნელ-ნელა ამერიკაში გადაბარგდნენ და ძმების ავანტიურისტული თავგადასავლებით სწორედ იქ დაიწყო. უფროსი დავითი მეტრო გოლდენ მაიერის ვარსკვლავ მერი მიურეისზე დაქორწინდა და იმდენად ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ ლამის გაკოტრდა და რამდენიმე ხმაურიანი რომანის შემდეგ სინკლერ ოილის მფლობელის ჰარი სინკლერის ქალიშვილ ვირჯინიაზე იქორწინა. ყველა ეს რომანი იმდროინდელი ამერიკული პრესის ფურცლებზე იხილებოდა. უფროს ძმას არც შუათანა სერჟი ჩამორჩა და თოლად ჰოლივუდის მსახიობი და მომღერალი პოლა ნეგრი მოიყვანა, რომელიც დავითის და მერი მიურეის ქორწილში გაიცნო. პოლონელი პოლა მუნჯი კინოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ფილმების გახმოვანების შემდეგ გამოკვეთილი პოლონური აქცენტის გამო როლებს ვეღარ იღებდა, დიდმა დეპრესიამ კი მთელი ქონება დააკარგვინა. სერჟ მდივანმა დავითის მსგავსად სასიყვარულო რომანების მთელი წყება გაიარა, სანამ ცნობილ სოპრანო მერი მაკორმიქსი არ დაქორწინდა. ბოლოს კი გარდაცვლილი ძმის ალექსის ცოლი მოიყვანა ცოლად. ალექსი უფროს ძმებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. პირველ ცოლად ბეწვეულის ჰოლანდიელი მაგნატის შვილი ლუიზა ასტორ ვან ალენი მოიყვანა. მეორე ცოლი უნივერმაღების მსხვილი ქსელის მფლობელების შთამომავალი ბარბარა ჰატონი იყო. თუმცა ალექსის აქტიურ ჩართულობას ქართული ემიგრაციის საქმიანობაში და გაწეულ დიდ დანახარჯებს ვერც ერთი შეეგუა და ბოლოს ორივე ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. მდივნებს საბუთში თავადები ეწერათ. საფრანგეთში ყოფნისას პრინცებად იქცნენ და სადაც საჭირო იყო თავს სამეფო გვარის შთამომავლებადაც ასაღებდნენ. თავადური წარმომავლობის ცნობა უმცროსმა ძმამ მოიპოვა, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტის გაცემა ნოე ჟორდანიას თხოვა, მისგან უარი მიიღო, მაგრამ ჟორდანიას თანაშემწემ იმედი არ გაუცრუა. წარმომავლობა თუ არა, ძმებ მდივნებს გარეგნობა ნამდვილად არ აკლდათ და ეს აქტივი სამივემ ძალიან კარგად დააბანდა. თუმცა მათი ქორწინებების რაოდენობამ საბოლოოდ იმდენს მიაღწია, რომ ამერიკულ პრესაში მეკორწილე მდივნებიც შეარქვეს. ძმებ მდივნებს ორი დაჰყავდათ, ნინო და რუსუდანი. მათი ისტორიაც არანაკლებ საინტერესოა და ცალკე თხრობას მოითხოვს. ამიტომ დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოს.